ეს ჩიტების ჟღურტული გესმით? არა ბაღში კი ჩართეს ახლა თუ არა ვიღაცებს აქვთ მანქანაში მუსიკა ჩართული, მაგრამ აი აქ ჩიტების ხვერდო რა მაგარია. საოცარი შემოდგომა გვაქვს. მოგესალმებით ყველას. აჩეჩულ და ჩეჩილი ნანუ და დილას რა ავდექი. საქმეებს შევუდექი, სახლში ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მე ალექსანდროშკა გავაღვიძე, ვაიმე ღმერთო რა სილამაზეა, ჩემს უკან უბრალოდ არ შემიძლია. ეს რაც ალექსანდრა დამყავს ახლა სკოლაში აქედან არის ერთი სიამოვნება. იქით მხარეს ხო ულამაზესი ყვითელი ფოთლებია და აქეთ ესეთი მოწითალა. ულამაზესია ჩვენთან დღეს კი არა დაწალს შემოდგომა. ძალიან თბილი და ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი. ალექსანდროშკა დავტოვე სკოლაში, მივდივარ სახლში. მაქვს საქმეები შევკერავ და მე მინდა ვიდეო მიმოხილვა გადავიღო და მე უკვე ალექსანდრას კრება აქვს სკოლაში, წავალ კრებაზე წამოვიყო და მე სტუმრად ველოდები მარის და მაიკოს, აი თქვენ რომ დები გეგონათ საბერძნეთში, აი მაგათ ველოდები. მაიკოს რო ვიკითხავთ კომენტარებს, ანუ ხარი არა ეგრე რომ უწერთ, რომ სრანაირ დედაშვილი არიანო. ზუსტად ბავშვები ყავთ გამოყვანილი. ბაღიდან სავარაუდოდ თუ დიდები არიან, არა ბაღიდან. რა კარგია, ეხო ბაღია, ზევით. და პარკში ყავთ გამოყვანილი და ჩვენი ქართულის მასწავლებელიც მოდის. აუ რა კარგია, ბავშვები. ფოთლებს აგროვებთ. სასაყვარლები არიან. ხო და ესეთი ულამაზესი პარკი გვაქვს მეექვსეში. ძალიან ლამაზი და ფერადი. ლამაზი ჩემი ფანჯიდან რო ვიყურები არის ულამაზესი. აი ეს ისე ლამაზად ჩანს ზევიდან გადაყვითლებული, გადაწითლებული. მტრედებს აჭმევენ. წავცუნცულდეთ სახლში, დავლიოთ ყავა. რაღაცა საერთოდ არ მოგვს მადა. ჭამაც არ მინდა და მაგიტომ გავხდი. ვარჯიშებს რაც შეეხება, კარგად ვარჯიშობდი კი იცით, მაგრამ ეხლა ვიდეოებს აღარ ვიღებ. მოსული არ ვიყავი სახლში, უკვე მივდივარ. მოკლედ დღეს 6 გაკვეთილი დაქონოდა და მე-4 გაკვეთილიდან უშვებენ. მე-4 გაკვეთილზე იქნება კრება, ამიტომ ძალიან ცოტა ხანი ვიყავი და ვერაფერი ვერ მოვასწარი. მივალ ახლა კრებაზე და უკანა გზაზე ნადუღი და რაღაცები უნდა ვიყიდო ხომისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს ალექსანდრა ამ გზით გამომყვება, იმიტომ რომ იმ გზით უნდა წასვლა. ხო და ცოტა მივალ ეს სახლი რაც მოვასწარი. ეს ჩვენი ლიფტი კიდე რა ვარაუდით დადის და ღმერთო საერთოდ არაფერში რო ვარ დაცულები და დაზღვეულები. მაგაზე მეშლება ნერვები ლიფტებზე, მაგ ახლა კონკრეტულად საუბარი. წავედით. გარეთ ისეთი ამინდია, თუ გინდა საერთოდ ქურთუქს ნუ ჩაიცმევ, ძალიან თბილა, ძალიან კაი ამინდია. ეს პიცა ჩემი დგას იქ. ეს პიცა ჩემია, ой არა, გავს. მეთქი დედა ჩემთანაა თქო. მაგრამ შხვარის. რა ის არის ცოტა დრო სკოლაში, ბავშვი. 3 საათი რა არის იქით აქეთ. და ვშო. არ მომწონს მე სამყარო. ეხლა მინსკში რო გვეცხოვრა, ალექსანდრა იქნებოდა გახანგრძლივებულში. შევიყვანდი. დავტოვებდი დილას ჭამა, თუ გინდა დაიძინე, ყველაფერი შედის. ფისუნია. ამ გზაზე ვგიზდები ისო. პარკით მივდივარ, რა თქმა უნდა და ულამაზესი ეს ფოთლები ღმერთო ყვითელი და კარგია შემოდგომა.
ცოტათ გაჩვენებთ ახლა. ნახეთ რა ლამაზია. გიხდები. კიდევ რა მოგიყვეთ, ძალიან მინდა გავაქტიურდე და დავიწყო ვლოგების გადაღება, მაგრამ რაღაცა ისევა რომ მოვიწყდება ხოლმე. თორე აიღე და გადაიღე, ხო? მაგრამ მოვიწყდება. რაღაცნაირად ვარ. მაქვს ხოლმე ეს პერიოდები პრინციპში. მაგრამ დავგდება, ყველაფერი კარგად იქნება. პრინციპში არც არაფერი არ არის ცუდად, ყველაფერი ნორმალურად არის. უფრო ალბათ ესე light რეჟიმი მაქვს ჩართული და ვარ ესე. ეს მზე არის ჩემი სიყვარული. როცა მზე ანათებს, ჩემი სულიც ანათებს. ახლა მართლა ნახეთ რა კარგი ეს ხივები როგორ ჩანს. კიდევ ის მინდა და მეთქვა რომ აი ამ ტერიტორიაზე პარკში ჩვენთან ბოლოში რა არიან ძაღლები და ძალიან ქაფაკები და ავები არიან. ხოთლები ხმა როგორ ისმის. წინა დღეს კაცი კოჭლობდა და ისე მიდიოდა რა, კაი მაგრად კოჭლობდა ეს კაცი და არ ვიცი ამ ძაღლმა რა შეამჩნია ამ კაცში ესეთი ეთყობა აი ძალიან რო კოჭლობდა არ ვიცი ანუ ეს ძაღლი რატო გამოვარდა და იქ ლამის გაგლიჯა ეს კაცი და სკოლაშიც რომ მივდივართ ხოლმე კაცო ეშინიათ ბავშვებს რა ეხლა ჩემ შულს ძალიან ეშინია და არ ვიცი ამას რა მეიშველება იქით პარკში ხო საერთოდ გლდანის ჯგუფში წერენ რომ ის დაგლიჯა ანუ იქით საერთოდ ავი ძაღლები ყოფილან და აქეთ კიდე ყეფენ ანუ მე ხანდახან რო გავდივარ ხოლმე მიყეფენ ახლა კი ძინავს იმას ეგერ წამოგორებულია მზეზე არ ვიცი რა ვთქვა მაგრამ ცოტა საშიშია ცოტათი ამ ტერიტორიას რო ვუახლოვდებით ხოლმე მშობლები რომ მოვდივართ და ბავშვები რომ მოყავს არ იქა უცბად ესე ვიყრით ხოლმე ამ ჩვენს შვილებს გვერდი და არ ვუშვებთ ხოლმე მაგ ტერიტორიაზე და ბავშვები იქიდან რომ გამორბიან ხოლმე ამ გაქცეულს ხომ მისდევენ ეს ძაღლები და ძალიან შიშით მივდივართ ხოლმე აი აქ ცოტა ვისტრესებით ხოლმე და ასეთი ამბებია გლდანში კაფეს უბანშიც არის მსგავსი პრობლემები მე ვიცი რომ ზოგადად ძაღლების პრობლემა არის ყველგან ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ბევრი წერს ამაზე ბევრი სტატიაც იწერება რომ იმ ძაღლმა იქის დაგლიჯა ეს და ახმეტელზე კიდევ სხვათა შორის წინა დღეს შევესწარი მეტროდან ამოვედი და იქ საერთოდ ყბაში ყავდა გაგდებული ის კაცი ოღონდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბაში ყავდა გაგდებული ჩემს თვალწინ აი ხედავდი რომ ესე იყო ჩვენი ახალი სკოლა როგორი გარემონტებული და ლამაზია ძალიან კაია სხვათა შორის ალექსანდრას კლასში კი არ ყოფილა ჯერ კი Ну что у тебя там? Мадам, давай. На день рождения подарили сладости. Понятно. Кому виყვანე? Александрас მეგობრები паркში მიდიან. Ау. Может оставить это? Нет, Задик, у него свое будет. И надо спросить, они придут или нет. Хода მეგობრები მიდიან. და ჩვენც გითხეს წამოდით, მაგრამ ჩვენ სტუმრებს ველოდებით და შემდეგ შაბათს, შემდეგ პარასკევს მე ვუთხარი აღარაფერს აღარ დავგეგმო და წამოვა რამდენი ხანია გვინდა და ჩვენ ვერა და ვერ წავედით იქ ძევით ადიან ხოლმე ის რო არის ტბა გახალი გაკეთებული ალექსანდრშკა უკვე იქ ერთობა რაღაცა უნდა А ну-ка покажи свой костюм, пожалуйста, расстегнись. Ахали вуқида, вайкикши нахит рогорила мазия, рогору. Нет, куртку одевай. Аура. Как ты сказала? А?
Как? Аура. Аура. Аура შემერყა. ეხლა მივიდივარ. აი აქ ვყიდულობ ხოლმე, ვინც აქ ცხოვრობთ, გეტყვით, რომ აი იქ იყიდება ყველაზე გემრიელი სოფლის ნობათი. ოპაჩკი. Сколько лет? ოჩახ. Всё, я магаз. Хорошо? Аккуратно, хорошо? Тут оставайся. ეს ხმარტო დარჩება. ვაიმე, შვილო, ნუ მაშინებ. ამას უყურეთ, აბა. როდის გაიზარდე, გოგო? Нет. Мне жарко. Всё. Я в магазин сейчас быстренько туда и обратно. Хода, აი აქ ვყიდულობ ხოლმე. სოფლის ნობათს. ყველი აქვს სასწაული. სენაკის. და ახლა იცით სენაკი როგორ მიყვარს. აბაშის ღერღილი და ფქვილი აქვს. ანუ ყველაფერი აქვს საუკეთესო, რა მაგის თქმა მინდა. ეტანი რეკლამა. ყველაფერი ჩემი შვილი დახტუნავს აგე. და დედი. ნერვიულობდი, ფული არ მეყოფა თქო და ხურდაც დამჭა. წავედით? წავედით. Да? Давайте цока хали. Я сяду. Покушать дома надо готов. Дома уже давай. Пойдем, может, домой. У мамы много дел. Давай на скамейку. На скамейке. Босс мой натрагает хопна. Дедика. Мама лыку надо приготовить. Гости же придут. Что? Не помнишь, кто придет в гости? Нет. Вспомни. Ма? Мари и ее мама Майя. Да. А, ты даже имя знаешь, да, ее? Умничка. Кто у меня умничка? Happy birthday to you. Happy birthday. კლასში ბოსტაბადების ხე ქონდა და გაუმასპინძლდნენ ბავშვებს. როგორი ლამაზი ფერის ბუშტია. მე ახალი მანიკური მაქვს მეგობრებო, ნახეთ როგორი ლამაზია. ერთ ხელზე ესეთია, მეორეზე წითელია. ბორდოს ფერი უფრო სწორად. Რაღაცა ის საშემოდგომა. Там мусорка. Ты просто можешь выкинуть и сесть на место. Ვაიმე, ძალიან დავიღალე სახლში მინდა ასვლა და საქმეების გაკეთება. მე ხო პარალელურად ვკერავ კიდევ და ვართ ესეთ ამბებში. ვაიმე, ძალიან შურს იმ ბავშვებს, რომლებიც ესე დარბიან კურტკის გარეშე, ეგ ისიც იხდის. ესეც იხდის. Александра. У меня же дед, Майка. Дедико. Давай сейчас 5 минут. 5 минут идем домой. 5 минут и идем домой. Ой, натрагарет. ეს პატარა რა ტიპია? სად არის? ნახეთ რა დღეშია. ოჩახ ალექსანდრა. რაღაცნაირად ვარ იცით აი გადაღლილი გადამწვარივით, რომ არაფრის კეთება რო არ გინდა რა, უბრალოდ რო გინდა იჯდე. ის რო არის ხა ჯდუნ. Осторожно, да. Просто მინდა ვიჯდე და ველოდო, ხო არ ვიცი რას ველოდო. Александра, ножки. რატო წავს ყველა ბავშვი აი ამ იმას. ნახეთ. აი ესე დააქრავენ წინ და უკან. წევენ მე ამ ყველაფერს. ფეხზე არ დაეცეს, მაგის მეშინია სულ. Привет.
მეგობრებო, დილა მშვიდობისა, ხედავთ ხო, ჩემს სახლში რაც ხდება. მაგრამ ძალიან სასიამოვნო თარეულია, მინდა გითხრათ. ეს ცალკე მახარებს სამხელა შეკვეთა. ახალი ლოგინი. აქ ყველაფერი არეულია, მაგრამ ეხლა გავიღვიძე, ყავას ვიკეთებ და მინდა რომ აქ ყველაფერი დავალაგო. დილა სულ სხვანაირი არეული გაჩვენეთ, მაგრამ ეხლა უკეთესად არეული უნდა გაჩვენოთ, მეგობრებო, ნახეთ რა ხდება. ჩემს სახლში ერთი ლოგინი, მეორე ლოგინი, რომელიც დავშალე ეხლა. აქეთ გადმოვიტანე დივანზე, დავალაგე ჩემი ნაჭრები. მეორე ლოგინი, რომელიც ავაწყე. აი ეს კუთხე, სადაც ლოგინი მედგა, რომელიც დავშალე, ხა აირევით თქვენც, მაგრამ როგორც არის, აი აქ უნდა დავდგა მაგიდან, აქეთ მექნება ლოგინის კუთხე, სავარაუდოდ, ნახოთ რა როგორ იქნება და აქედან კარგი შუქი შემოვა. აი ესეთი აურზაური მაქვს აქ. აი ესე ნაძვის ხე, რომელიც მომცა გუშინ ალექსანდროსკას ვუყიდე, ტანსაცმელი, ყველაფერი პატარა აქ. რა თქმა უნდა, მივდივარო, დავაბრუნო და რამე სხვა ვუყიდო. არ ვიცი რანაირად ზედები კარგი აქვს, მაგრამ შარვლები ყველაფერი მოკლე აქვს, თავის სასარგებლო ყიდულობს, მაგრამ ყველაფერი მოკლე აქ. აი. დავაბრუნოთ ახლა ყველაფერი. პირველად ვაბრუნებ სხვათა შორის საქართველოში რაღაც. აი ციცი შეიძლება, მაგრამ გუშინ მითხრა სამი გამოწერია სხვათა შორის. მითხრა 3 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დავაბრუნოთ და დროს არ დავკარგავ და მეორე დღესვე დავაბრუნებ. სხვათა შორის ბებეში ვიყავით გუშინ, მე ვიყავი 50%-იანი ფასაკლება და ძალიან კარგი ელასტიკები ვუყიდე, 6 ლარი გამოვიდა. აი აქ ვუყიდე გუშინ ალექსანდრეს. ახლა კიდევ გავკექავ, შეიძლება იყოს ერთი 7, კი არა 8-9 უნდა ვუყიდო. იმიტომ რომ მოკლეა ყველაფერს ეს შარვალი ტოტები. არა და ისეთ ლამაზი რაღაცებია. მე როგორ გაჩეჩილი და გაწეწილი დავდივარ იმის გამო, რომ ჩემი უთო სადღაც გააქრა. არ ვიცი, მართლა არ ვიცი სად დავკარგე. ბებეში ვუყიდე ალექსანდროსკას კიდევ რაღაცაები და ეხლა მივდივარ თბილისში, რომ ჩემი ახალი ბარათები წამოიღო და გაჩვენეთ. ლამაზია. ვენაირი. შევაბარეთები ავიღეთ და ეხლა ჩავიდეთ ქვევით მოლში. ალექსანდროსკასთვის კიდევ ნახოთ რამე სხვა. კიდევ მიცეთ შანსი. ბაიკიქს ვიყიდოთ. რაღაცები ვუყიდე უკვე.